მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა იქიმი გვირჩევს და მე მისი წამყვანი ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ბავშვთა კლინიკური ფსიქოლოგი ია იაშვილი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ბავშვთა ადრეულ ჩარევაზე. მოგესალმებით, ქალბატონო ია და მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, პირიქით თქვენ მადლობა მოწვევისთვის. ქალბატონო ია, მშობლებისთვის და მსმენელებისთვის რომ უფრო გასაგებად აუხსნათ, რა არის ადრეული ჩარევა და ძირითადად რა ასაკის ბავშვებთან ტარდება. დიახ, ადრეული ჩარევა გულისხმობს მუცლად ყოფნიდან დაწყებული პროცესის, ბუნებრივი მუცლად ყოფნაში ჩვენ ვერ ჩავერებით, თუმცა პირველივე დღეებიდან სირთულებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ორიენტირება და იმ საჭიროებებთან გამომდინარე, რა საჭიროებებიც აქვს ბავშვებზე, ამაზე ორიენტირებული თერაპიები. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ იცოდნენ ბავშვებისთვის ეს ადრეული ჩარევა? ადრეული ჩარევის მნიშვნელოვნება ზუსტად იქიდან გამომდინარე არის, რომ ცენტრალურ ნერვულ სისტემას გარკვეული დროის განმავლობაში აქვს მოქნილობა, უფრო მეტად ვითარდება და შესაბამისად ტვინის ფუნქციორება რაც უფრო პატარა ასაკში არის დაწყებული სტიმულაცია, მით უფრო მეტი შანსია, რომ სტიმულაცია მოხდეს ზუსტად იმ მიზნით, რა მიზნითაც იყო დაწყებული. გარკვეულ ასაკთან მიმართებაში სამწუხაროდ დაგვიანებულია ხოლმე და ისეთი ეფექტი და ისეთი შედეგი აღარ არის ხოლმე, როგორც თქვა პირობითად 2-1 წლის ასაკში ან თუნდაც თვეების მიხედვით. რა სირთულეები მიანიშნებს მშობელს, რომ ბავშვს ესაჭიროება ადრეული ჩარევა? სირთულეები შეიძლება იყოს სხვადასხვა, აქ დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე. ზოგადად განვითარების შეფასებიდან გამომდინარე ხდება ხოლმე პრობლემის იდენტიფიცირება, თუ პირობითად ბავშვს უჭირს მეტყველება, არ შეესაბამება მისი, თქვათ, შემეცნებითი უნარები ასაკს, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, უпростоრად მნიშვნელოვანია და შემოდის უკვე პირველადი ჯანდაცვის სისტემის რგოლი, სადაც პირველადად ინფორმაცია მშობელს უნდა მიაწოდოს ექიმმა თუ რა ტიპის სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს ან სამომავლოდ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეულმა ინდივიდუალურად გარკვეულმა სირთულეებმა. ძირითადი სირთულეები შეიძლება იყოს დაკავშირებული ასაკთან. პირველადი ნიშნები მაინც უფრო პედიატრთან ჩანს ხოლმე და პედიატრი არის პირველი ადამიანი, ვინც შეიძლება სირთულებზე მიუთითოს მშობელს. კერძოდ, პედიატრებს აქვთ გარკვეული ჩეკლისტი, ესე რომ ვთქვათ, დავალებათა ნუსხა, სადაც ჩამოთვლილია ბავშვის განვითარების კონკრეტულ სფეროსთან მიმართებაში რა დავალებებს უნდა აკეთებდეს ბავშვი ასაკობრივად. შესაბამისად, თუ ბავშვი ვერ ახერხებს კონკრეტულ ასაკში გარკვეულ დავალებებს, რაც ასაკობრივად უწევს, ბუნებრივი აქ უკვე კითხვის ნიშანი ჩნდება, რომ რა არის ამ კონკრეტული პრობლემის მიზეზი. ეს არის, თქვათ, განვითარების შეფერხება, განვითარების დარღვევა, უბრალოდ დეპრივაცია თუ ხელმისშვებულობა, რომელსაც სამწუხაროდ მშობლებს ასეთი ტიპის ინფორმაცია ყოველთვის არ ეწოდებათ ხოლმე, რომ ავიღოთ ქართული რეალობა და სტატისტიკურად, ესე ვთქვათ, საშუალო მშობელს ვკითხოთ, რომ რა ტიპის და რა დავალებებს უნდა ასრულებდეს მის ცხრათვის ბავშვი მეტყველების კუთხით, თქვათ, შემეცნების კუთხით, ვერ გვეტყვის მშობელი, იმიტომ რომ მას ასეთი ტიპის ინფორმაცია არ აქვს. ამიტომ ინტერვენციის ნაწილშიც რო თქვათ, რომ რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, მე თუ არ ვიცი ნორმა ჩემი შვილის შემთხვევაში რა არის, ბუნებრივია ვერც იდენტიფიცირებას ვერ მოვახდენ. ამიტომ მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ დაინტერესდნენ და თვითონვე დაიწყონ ამბებს ძიება, რომ რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს მისი შვილი 1 წლის ასაკში, 2 წლის ასაკში, რომ მე მის პრობლემასთან მიმართებაში თუ ჯერ არ არის, თუ გარკვეული, ესე ვთქვათ, ჩავდო გარკვეული რესურსი, რომ ეს სტიმულაციის არ ქონის გამო არ მოხდეს მერე შემდგომში რაღაცა ტიპის პრობლემა არ აღმოჩნდეს. მას შემდგომ რაც მშობელი აღმოაჩენს, რომ გარკვეული სირთულეები აქვს, გამოვლინებები მის ბავშვს, ვის უნდა მიმართოს დიაგნოსტიკისთვის და როგორ ხდება დიაგნოსტიკა? დიაგნოსტირების ნაწილში პირველ რიგში უნდა მიმართოს ფსიქოლოგს, ბავშვთა ფსიქოლოგს, ბავშვთა ნეიროფსიქოლოგს, სადაც მიმართვის შემთხვევაში ხდება ხოლმე ბავშვის ადრეული განვითარების შეფასება, ცალკეული სფეროების მიხედვით, როგორიც არის მსხვილი მოტორიკა, ნატიფი მოტორიკა, შემეცნებითი უნარები, რეცეპტული ენა, რომელიც გულისხმობს მეტყველების გაგებას, ექსპრესიული ენა, რომელიც გულისხმობს რამდენად სწორად შეუძლია და რამდენად სიტყვათა მარაგი როგორ შეესაბამება ასაკობრივ ნორმას, სოციალური უნარები
და სათითაოდ ამ სფეროების მიხედვით შეფასება, რომელიც გულისხმობს თუ ასაკობრივად ქრონოლოგიურად ბავშვი არის წლინახევრის, მისი სათითაოდ კონკრეტული სფერო, რომელ ასაკობრივ ჭრილში ჯდება. შეესაბამება მას წლინახევარს, შეესაბამება უფრო ნაკლებას აქვს თუ უფრო, თქვათ, პირობითაც უფრო წინ. რომ ახსნათ მშობლებისთვის ალბათ კარგი იქნება სათითაოდ კონკრეტული სფერო, რას გულისხმობს, ალბათ იქნება მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია. მსხვილი მოტორიკა გულისხმობს, რამდენად შეუძლია ბავშვს ფიზიკურად გარკვეული აქტივობების შესრულება. ყველა ასაკობრივ ჭრილს აქვს თავისი ნორმა. მაგალითად, 2 წლის ასაკში შეუძლია თუ რა ხტუნვა, შეუძლია თუ რა კიბეზე დამოკიდება, თასვლა ჩამოსვლა. ხო, რა არის ნატიფი მოტორიკა? შეუძლია თუ არა ბავშვს თითებით განხორციელებული აქტივობების. თუ ბავშვს ცხოვრებაში არასდროს მაკრატელი ხელში არ დაუჭერია და ამ დროს 5 წლის არის, ბუნებრივია მას წერასთან დაკავშირებული სირთულეები ექნება, ხო? თუ არასდროს არ გაუფერადებია, არასდროს არ უმუშავია მოზაიკაზე, არასდროს არ გამოუძერწავს თითებით რაიმე, ბუნებრივია ნატიფი მოტორული უნარების სიმწირე ეს შემდგომში სასკოლო უნარებში გარკვეულ სირთულეებსაც გამოიწვევს. იგივენაირად მეტყველებაშიც, ხო? მშობლები ყოველთვის აქცენტს აკეთებენ ხოლმე სიტყვათა რაოდენობას, მაგრამ ამ სიტყვათა რაოდენობას რამდენად სწორად სვავს გრამატიკულ ჭრილში, ხო? აი ყველაზე მარტივი მაგალითი რო არ ვიღოთ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, როცა ვეკითხები ხოლმე მშობლებს, რომ რამდენი თვის იყო, როცა ბავშვმა დაიწყო აღუს თქმა, ყოველთვის არის სტანდარტული პასუხი. როგორც შეესაბამება 3 თვის, მაგრამ 3 თვე უკვე ძალიან დაგვიანებულია, იმიტომ რომ აღუ ერთის მხრივ რომ ბავშვისთვის ავტომატური ცოდნა არ არის, მე თუ ბავშვს აღუ არ უთხარი, ის თავისით ვერ დაიწყებს აღუს თქმას და აღუ უნდა თქვას ბავშვმა 40 დღემდე. 40 დღემდე თუ მე ჩემს შვილს აღუს არ ვეუბნები, ის ავტომატურად ვერ გაიმეორებს, ხო? მშობლები იწყებენ დაგვიანებულად აღუს შეთავაზებას და ბუნებრივია ეს არის მაპროვოცირებელი შემდეგ დაგვიანებულ ტიტინზე, დაგვიანებულ სიტყვათა მარაგზე და როცა იძახიან რომ 2 წლის ასაკში ბავშვს უკვე 2 სიტყვიანი წინადადებები არ აქვს, ამას ნორმად მიიჩნევენ ხოლმე. დაახლოებით აი რომ წარმოდგენა შეექმნათ მშობლებს, წლინახევრის ასაკისთვის ბავშვს დაახლოებით 3-დან 20 სიტყვამდე უნდა ქონდეს მარაგი და თუ ბავშვს მარაგი არ აქვს, ამას პრობლემად არ მიიჩნევენ ხოლმე, იმიტომ რომ არ არის საკმარისი მეტყველების ნაწილში საკმარისი სიტყვათა მარაგი იმისთვის, რომ მე ჩემი სურვილები მშობელს გავაგებინო. ბუნებრივია ამ სიტყვათა სიმწირიდან გამომდინარე, ბავშვს აქვს გაცნობიერება, შეუძლია რომ გაიგოს, რომ მე რაღაცეები შემიძლია მშობელს უთხრა, მაგრამ ამის ენობრივი შესაძლებლობა არ მაქვს და აქ მერე მოდის უკვე ფრუსტრაცია, გაღიზიანებადობა და მოდის მერე უფრო ხშირად ინიცირების პრობლემა. მაინც ვერ გავაგებინებ რა აზრი აქვს და იკეტებიან საკუთარ თავში. ესე უტრირება რომ გავაკეთოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორად შეფასება, იდენტიფიცირება გარკვეული სირთულეების, რომ ჩემი შვილი ამ ასაკობრივ ნორმას აკმაყოფილებს თუ არა, ეს არის ხოლმე ძირითადი ის პირველადი ნიშნები, რაც მერე გეგმავს სწორ ინტერვენციას. თქვენ დასაწყისში ახსენეთ, რომ მნიშვნელოვანი ასევე მუცლად მყოფის პერიოდში დიაგნოსტიკა, უფრო კარგად რო ავხსნათ, რა იგულისხმება ამ დიაგნოსტიკაში. დიახ, არის გარკვეული მდგომარეობები, რომელიც ხდება მუცლად ყოფნის პერიოდში ამის დადგენა, კონკრეტულად დაუნის სინდრომის, რომელიც 12 კვირის ასაკში ხდება ამისი, ეს თქვათ, ნაოჭების რაოდენობის დადგენა. ბუნებრივია, მე არა ვარ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ადამიანი, რომელიც ამაზე ესე თქვათ, ვრცლად უნდა საუბრობდე, თუმცა დაუნის სინდრომის შემთხვევაში უკვე როცა მშობელმა იცის, რომ არის მაღალი რისკი, ან უკვე დადასტურებული არის, რომ ნაყოფი არის დაუნის სინდრომით, პირველივე დღიდან ხდება გარკვეული ინტერვენციების დაგეგმვის და შემდგომში სწორი ჩარევის განსაზღვრა. ხო, დაწყებული წოვით, დაწყებული, თქვათ, ფიზიკური სტიმულაციით, ხო, როგორ შეიძლება რომ თქვათ, გარკვეული დუნე მდგომარეობის შემთხვევაში, რომ როგორ შეუქმნა გარემოში ესეთი სათამაშოები, რომელიც შევთავაზო, რომელიც თქვათ, მოახერხებს სხულმოტორული მოქმედებების სტიმულირებას, იგივე საგანი როგორ დაიჭიროს უფრო მარტივად ხელში, როგორ წავიდეს, თქვათ, ხოხვა, ჯდომა, ეს ყველაფერი არის გარკვეულად ექიმთან, სპეციალისტთან მუშაობის, პარალელურად მუშაობის და თანამშრომლობით დასაგეგმი პროცესი, იმიტომ რომ დაუნის სინდრომს შეიძლება თანხლები კიდევ სხვა ბევრი დარღვევები და დაავადებები ჰქონდეს, ბუნებრივია აქ ფსიქოლოგის კომპეტენცია ნაკლებია, თუმცა რაც არის განვითარების სტიმულაცია, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდის და რა ფორმით დააწყებინოს ბავშვს, თქვათ, იგივე ჯდომა, იგივე, თქვათ, ჯდომის პროცესში, რა ტიპის სათამაშოები შესთავაზოს ბავშვს, რა ტიპის
გარკვეული სკოვზი იქნება, ჩანგალი იქნება, აქ უკვე ოკუპაციური თერაპევტის როლი შემოდის, რომ როგორ შეიძლება იყოს სკოვზი ისეთი ფორმის, რომ ბავშვს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლოს ბავშვმა შემდგომში დამოუკიდებლად კვება. ბუნებრივია ხსამთვეზე არ არის საუბარი, უფრო დიდ ასაკში, ხო? წლინახევრის ასაკში შეიძლება დამოუკიდებლობის ხარისხი წამოვიდეს. აქ გააჩნია დარღვევის სიმძიმეს, გააჩნია დარღვევის ფორმას, აქ უკვე შემოდის უფრო მეტი სპეციალისტის პასუხისმგებლობაც და კომპეტენციაც. ფსიქოლოგები ყველაფერს ბუნებრივია ვერ გავაკეთებთ, არც არის ჩვენი კომპეტენცია და იმ დარღვევიდან გამომდინარე რა სირთულეებიც არის ბავშვთან, აქედან გამომდინარე შემოდის ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ფიზიოთერაპევტი, შეიძლება იყოს ენისა და მეტყველების თერაპევტი და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სფეროს წარმომადგენელი პროფესიონალი. აი, შემდგომი კითხვაც უფრო ამას უკავშირდება, როგორ ხდება ბავშვებთან თერაპიული მოდელების შერჩევა, დანერგვა, განხორციელება. დიახ, მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, ხშირ შემთხვევაში მშობლები აწყდებიან ამ სირთულეებს, რომ გარკვეს, რომ კი რაღაცა გარკვეული სირთულეები და რაღაცა გარკვეული დიაგნოზი შეიძლება ქონდეს ბავშვს, მაგრამ რა გააკეთონ მშობლებმა, რა ტიპის მოდელში ჩაერთონ, როგორ დაგეგმონ ბავშვის განვითარება. აქ შემოდის უკვე სახელმწიფო დაფინანსებები, არის ესე ვთქვათ, რამდენიმე ტიპის სახელმწიფო დაფინანსება, ერთ-ერთი არის ზუსტად ადრეული განვითარების პროგრამა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს ამ პროგრამას, აქ არის 0-დან 7 წლამდე ბავშვებისთვის, სადაც ჩართულები არიან ადრეული განვითარების სპეციალისტები, სადაც სტიმულაცია ხდება იმ კონკრეტული სფეროს სირთულეებიდან გამომდინარე, იქნება თქვათ ნატიფი მოტორიკა, ენამეტყველება თუ ასე შემდეგ და იმ კონკრეტულ დეფიციტთან მიმართებაში ხდება გარკვეული ჩარევა. შესაბამისად, სირთულედან გამომდინარე სპეციალისტი ახდენს ამ კონკრეტული სფეროს სტიმულაციას და ადვითარებს მშობლის უნარებს, ხდება აქცენტების გაკეთება თამაშზე და თამაშით ფორმით მიდის ბავშვთან ინტერვენციის მოდელი. ასევე არსებობს გარკვეულ რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში არის აუტიზმის პროგრამები, რომელსაც მუნიციპალიტეტები აფინანსებენ და აქ უკვე 3 წლიდან, ხშირ შემთხვევაში 2-ც არის ხოლმე, 2 წლიდან 18 წლამდე აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის ქცევის გამოყენებით ანალიზე დაფუძნებული თერაპიის მოდელის შეთავაზება. თუმცა ყველა რეგიონში ეს არ ვრცელდება. საბედნიეროდ ახალციხისთვის არის ძალიან კარგი შესაძლებლობა და ამ შესაძლებლობას ორგანიზაცია სენი სთავაზობს ახალციხის მოსახლეობას პროექტის ფარგლებში ფინანსდება ქცევის გამოყენებით ანალიზე დაფუძნებული თერაპიის სუპერვიზირება და სპეციალისტების განვითარება, სადაც ხდება დიაგნოსტირებაც, ასევე ხდება განვითარების შეფასება, უშუალოდ აუტიზმთან მიმართებაში რა ტიპის ჩარევის სტრატეგიებიდან გამომდინარე, უბრალოდ ჩარევის სტრატეგიები კი არა, უფრო სწორად რო ვთქვათ, რა ტიპის სირთულეებიდან გამომდინარე, რა განმავითარებელი პაკეტები შეიძლება შესთავაზოს ბავშვს ბუნებრივი ქცევის გამოყენებით ანალიზე დაფუძნებული თერაპიის მოდელში. შესაბამისად ხდება ბავშვის შეფასება უნარების დონეზე და მერე ხდება ამ დეფიციტური უნარების განვითარება. აქ აქცენტი კეთდება როგორც კომუნიკაციის ნაწილზე, იმიტომ რომ აუტიზმისთვის დამახასიათებელი სირთულეები სწორედ კომუნიკაციის სირთულეებია და ქცევასთან მიმართებაში თუ არის გამომწვევი ქცევა, თუ დამაზიანებელი, სხვათა დამაზიანებელი ქცევები, ამის იდენტიფიცირება და იმ სირთულეებიდან გამომდინარე კონკრეტული ჩარევის სტრატეგიის განსაზღვრა და გარკვეული პაკეტის შეთავაზება. და ბოლოსკენ გკითხავთ, რას ურჩევდით მშობლებს, რაზე გამოხილონ ყურადღება, როგორ მიუდგნენ ბავშვებს, რასაც გარკვეული სირთულეები გამოუვლინდებათ და როგორია მათი დღის ცხოვრების წესი. დიახ, მშობლებისთვის პირველი რეკომენდაცია არის ალბათ, რომ დაინტერესდნენ რა არის ბავშვისთვის ასაკობრივი ნორმა, რა ფორმით შეიძლება და რა უნარებით შეიძლება ამ ასაკში მათი შვილები იყვნენ აღჭურვილი, ესე უტრირებით რომ ვთქვათ, ანუ რა არის ასაკობრივი ნორმა და სად არის მათი შვილი. თუ გარკვეული ეჭვი ჩნდება, რომ შეიძლება მისი შვილი რაღაცა გარკვეულ სფეროს ვერ აკმაყოფილებდეს ასაკობრივ ჭრილში, ჯობია რომ დროულად მიმართონ ფსიქოლოგს.
უბრალოდ მოხდეს განვითარების შეფასება და შვიდად მაინც იყოს, რომ მისი შვილი ყველანაირ კომპონენტს აკმაყოფილებს. თუ რაიმე ტიპის სირთულე აღმოჩნდა, აქ უკვე ცალკეული სფეროს მიხედვით შეიძლება მოხდეს რეკომენდაციების გაწევა და გააჩნია სირთულეც, რაც აღმოსაფხრელი რა იქნება სირთულე და ზოგადად ფსიქოლოგი როცა განვითარების შეფასებას აკეთებს, აუცილებლად რეკომენდაციებს აძლევს ხოლმე მშობელს, რომ რა ტიპის სფეროზე, რა ტიპის დავალებები, თამაშები შეიძლება რომ სტიმულაცია მოახდინოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ცნობიერება თავად აიმაღლოს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჯანდაცვის სისტემა არ არის ისეთი მოქნილი, რომ მშობელს თავაზობდეს გარკვეულ სერვისს, რომელიც ასაკობრივად დასაწყისშივე შესთავაზებდა, რომ აი შემოწმდა თქვენი შვილი, აქ არაფერი სირთულე არ ვლინდება, გარკვეულ პერიოდის შემდეგ ისევე ხდება შემოწმება და აი ესე ეტაპობრივად მიყვება ბავშვს კონკრეტულ кейსს, იმიტომ რომ პედიატრებს ძალიან ბევრი ბავშვები ყავთ. ბევრი ბავშვია ხოლმე მათთან. პასუხისგებლობაში და ბუნებრივი ესე სათითაოდ ცალკეული кейსის განხილვა ყოველ შემთხვევაში ვერ ხერხდება ხოლმე. და ბუნებრივია მაინც პასუხისგებლობა მშობელზე მოდის, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რამენაირად მოახერხონ და გაინვითარონ, აიმაღლონ ცნობიერება, რა არის ბავშვისთვის ნორმა ამასაკრობრივ ჭრილში და თუ რაიმე რისკი განსაზღვრეს და თავად დააფიქსიროს, რომ შეიძლება ბავშვს გარკვეული სირთულეები ქონდეს, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დროული დიაგნოსტირება, შემდგომი სწორი და ეფექტური ჩარევის სტრატეგიების განსაზღვრის მიზნით. და მათი ცხოვრების წესი როგორი ხდება მას შემდგომ, რაც უკვე დიაგნოზს დასმულ ბავშვებთან ერთად უწევთ ცხოვრების გაგრძელება? აქაც მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა იცოდნენ, რომ არ არსებობს ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც არ ვითარდება, მით უმეტეს ბავშვებთან, არ არსებობს ინტერვენცია, რომელსაც შედეგი არ აქვს. უბრალოდ აქ არის ძალისხმევის ნაწილი, რამდენად მშობელი თვითონაც ჩადებს ძალისხმევას, თვითონაც გაიღრმავებს უნარებს ამ კონკრეტულ დიაგნოზთან დაკავშირებით, თუ მისი შვილის დეფიციტებთან მიმართებაში. შესაბამისად, გამოსავალი ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ძალიან კარგი და ხშირ შემთხვევაში შედეგები მაღალია, უბრალოდ აქ ისევე ადრეული ნაწილი შემოდის, რომ თუ პატარა ასაკში წლინახევრის ასაკში დავიწყებ მე ბავშვის დეფიციტურ უნარზე მუშაობას, უფრო მეტი ალბათობა და შანსია, რომ პრობლემა სწრაფადვე მოგვარდეს, რაც უფრო დიდ ასაკშია დაწყებული ინტერვენცია, შესაბამისად რისკიც მაღალია და ალბათობაც შედარებით ნაკლები. ამიტომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს გარკვეული მიმართულებები, სპეციალისტები და საბედნიეროდ საქართველოში ბევრი კარგი სპეციალისტი არსებობს, რომელმაც შეიძლება რომ კვალიფიციური კონსულტაცია თუ შემდგომ ინტერვენცია დაგეგმოს, ასე რომ შფოთვა იმაზე, რომ ვაი და არაფერი არ გვეშველება, ან სამომავლოდ ჩემ შვილს ყველაფერი ესე ვთქვათ პრობლემა ექნება და всё დავიღუპეთ. ესეთი ესე ვთქვათ საჭიროება კი არა, უბრალოდ რო ვთქვათ, რომ ესეთი თვითგვემა არ არის აუცილებელი. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. თავარი რომ ამას თხნეთ და ემოციურად სწორად შეხვდეს. მადლობა ქალბატონო, ასეთი საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. ვიმეორებ, რომ მშობლებს გამოადგებათ თქვენი მოწოდებული ინფორმაცია და საომავლოდ პროაქტიურად გაამახვილებენ ყურადღებას მსგავს საკითხებზე. პირიქით, თქვენ მადლობა მოწვევისთვის და ასეთ საინტერესო თემებისთვის. მადლობა, რომ გვისმენდით და გვიყურებდით. გემშვიდობებით მომდევნო ხუთშაბათამდე.